მშვილდოსანში და თან ეს არის ცისფერი მთვარე. ეს არის რა? ზოგადად მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანი ხარ, რომ გავიგოთ როგორი გავლენა ექნება ამ სასუნთვარეობას ჩვენზე, ხო, ამ ცისფერ მთვარეს. უნდა ჯერ არსი გავშიფროს მშვილდოსნის, ხო, ასტროლოგიაში. ეს არის რწმენა, ეს არის ჩვენი ფილოსოფია, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის რაღაცა ჰორიზონტების გაფართოება, ეს არის მოგზაურობა, უცხოეთი მასშტაბირება. და ეს არის პრინციპში ის რწმენა და ის იდეები, რისთვისაც თქვენ მზად ხართ, რომ იბრძოლოთ, ხო? ამიტომ ეს თემატიკა მოდის ახლა წინა პლანზე. რა რწმენა წარმოდგენები გაქვთ, რა ფილოსოფია გაქვთ ცხოვრებისეული, ეს ყველაფერი უნდა დაალაგოთ ახლა თქვენს თავში. თუ რაიმე რწმენა წარმოდგენები გაქვთ, ისეთი რაც პირიქით გაფერხებთ ცხოვრებაში, ამისგან განთავისუფლებისთვისაც იდეალური პერიოდია. ახლა ეს არის ასევე რელიგიასთანაც კავშირში, ხო? ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ ილოცოთ და უშვათ, ხო? დაანთოთ სანთელი, ხო? თუ გაქვთ საეკლესიო სანთელი სახში. იმიტომ რომ რელიგიასთან რწმენასთან არის კავშირში ასევე მშვილდოსანი. ამიტომ აქ პრინციპში საკმაოდ საინტერესო ეგრეგორი აქვს მშვილდოსნის ნიშანს და როდესაც ეს სასუნთვარეობა, ხო, ეს ცისფერი მთვარე დაემთხვა ამ ნიშანს, ეს ძალიან საინტერესოა, რაღაცა ტრანსფორმირება და გადაფასება მოხდება თქვენი ფილოსოფიური ხედვის ცხოვრებას, როგორ აღიქვავს თქვენს როლს.